რუსკი მირ ინგრევა. მე მხოლოდ ლინგვისტური თვალსაზრისით რუსკი მირის დანგრევას არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ რუსეთის გავლენების მონგრევას მის გარშემო. და ვინც ის იქნებ რუსეთის დანგრევასაც კი ვგულისხმობ. თუ ბოლო მომენტში ის არ გადაარჩინეს, აი სუ ბოლო მომენტში არ გადაარჩინეს სხვადასხვა რა გინდა რა მიზეზით თუ საბაბით. თუ იმ მომენტისთვის, ანუ ბოლო მომენტისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით არ შეეშველნენ, არ გადაარჩინეს, კვლავ ამ სიტყვას ვიხმარ. თუმცა რომც გადაარჩინონ რუსკი მირ ან უფრო ზუსტად რუსეთის იმპერია, რომელსაც აქვს უსაფუძვლო ამბიცია იწოდებოდეს მესამე რომად, ინგრევა, არსებითად ინგრევა, კონცეპტუალურად ინგრევა და ამ ისტორიული პროცესის მოწმენი ვართ ჩვენ ყველანი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ოღონდ ჯერ ერთი ამის მიუხედავად არ უნდა გვეგონოს ჩვენ, რომ ეს წელს ან მომავალ წელს მოხდება ეს პროცესია, მაინც ასე უნდა ვთქვათ. ანუ ამას მართლა დასჭირდება, მოდი ასე ვთქვათ, რამდენიმე წელი, წლები მეთქი. და მეორე, ეს ცხადია გარდაუვალია, მე ასე ვფიქრობ, გარდაუვალი კია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქაო და ინგრევა ისედაცო ჩვენ გულზე ხელები დავიკრიფოთ და დაველოდოთ, მხოლოდ დაველოდოთ, უნდა დაველოდოთ მის დანგრევას. კი, უჩვენოდაც დაინგრევა, რასაკვირველია თუ დასანგრევია, მაგრამ ჯერ ერთი არსებითი სხვაობა მოპოვებულ და ხონჩით მორთმეულ თავისუფლებას შორის ან ხონჩით მორთმეულ ბენეფიტებს შორის. აი 90-იან წლებში, როცა ინგრეოდა საბჭოთა კავშირი, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა საბჭოთა კავშირის დანგრევაში. სხვა რესპუბლიკებმა, განსაკუთრებით ასე მაგალითად ცენტრალური აზიის რესპუბლიკებმა, ხო, არ მიიღეს მონაწილეობა და ხონჩით კი მიართვეს, მაგრამ მოპოვებული თავისუფლება გაცილებით ღირებულია, ვიდრე ხონჩით მირთმეული. აი ახლაც ხონჩით მორთმეული ბენეფიტები კი არ გვინდა ჩვენ, არამედ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა რუსეთის დანგრევაში. დანგრევის შემდეგ ბოძებულ ბენეფიტებს შორის და ხონჩით მორთმეულ ბენეფიტებს შორის რასაკვირველია არსებითი სხვაობაა. და მეორე, აზრი რომ რუსკი მირ იმპერია ინგრევა სწორია, რასაკვირველია, სწორი კია, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით პამგრევის პროცესში, თუ თუნდაც ერთ აგურს არ გამოვაცდით ამ მონოლითს, როგორც ასეც, ბოლო წამს შეიძლება ბოდიში და დაგვერხეს. ასე უნდა ვთქვა, ვინაიდან კუდის მომქნევია რუსეთი და კუდის მომქნევმა რუსეთმა და ის აუცილებლად მოიქნევს კუდს, შეიძლება ჩაგვიყოლიოს ჩვენს ისე, რომ დიდად გაგვიჭირდეს სუვერენული ქვეყნის შენარჩუნებაც კი აი ამ დანგრევის პროცესში. იმსახურებენ კი ქართველები ტორტის დიდ ნაწილს, აი ასეთ შეიძლება იკითხონ დასავლეთში და ვინც ის იქნება და იმძლავროს აზრმა, რომ სულაც არ ვიმსახურებთ. იქნება და თქვან კიდეც, რომ რადგან რაღაცი არ ვიბრძოლეთ, იგულისხმება ხელისუფლების დონეზე და არა ხალხის დონეზე ბრძოლა, ჩვენ ბევრს არაფერს ვიმსახურებთ. ასე უნდა აქვს და. ახლა ბევრი მეტყვის, რომ უკრაინა გადაგვარჩენს, უფრო ზუსტად არ მიგვატოვებს ამ შეჭირვების, იმ შეჭირვების ჯამს, ხელს ჩაგკიდებს და ასეცაა რასაკვირველია, მაგრამ ვერც უკრაინა და ვერც ვერავინ ვერ გააკეთებს ჩვენს საქმეს, ვერ მოგვაცილებს რეჟიმს ივანიშვილისა, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანას, რომლის არსებობის ყოველი ასე ჩამოვაყალიბე, რომელიც არსებობის ყოველი ერთი თვე ნიშნავს დაკარგულ ერთ წელიწადს. ჩვენთვის ეს არის დაკარგული ერთი წელიწადი. ასე ზოგადად ვიწყებ ჩემს ვიდეო ბლოგს, ახლა მოვსვამ თქვენი ნებართვით წყალს, აგვიმარჯოს და კონკრეტულ თემაზე გადავალ, კონკრეტულ ძალიან საინტერესო თემაზე, წყალი მოვსვათ და გავაგრძელოთ. მსოფლიოში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. მე ვაგრძელებ ასე, რუსეთი არა უდიდესი ისტორიის, აი მაგალითად საქართველოს ხო ვიცით, უზარმაზარი ისტორია აქვს, ხო? ან სომხეთს აქვს უზარმაზარი ისტორია. იმ ხანგრძლივობის ისტორიის სახელმწიფო რუსეთი არ არის. ეს ხომ ვიცით პრინციპში ყველამ. და რაღაცი ვიცით აპრიორი, მეც აღარ შევუყვები საუბრებს ასე მაგალითად ივანე მრისხანეზე, პეტრე პირველზე, მანამდე 1478 წელზე,
ავისი 1380 წელზე ვერ შევუყვები და რომც შევუყვე ვერაფრით გეტყვით რა არის რატომაა მნიშვნელოვანი თარიღი 1250 წელი რუსეთისათვის რა მოხდა ამ წელს განა არ ვიცი მეთქი ისტორიკოსები შემეხიდეთ მე ვიცი რომ მანამდე 9-10 წლით ადრე მონღოლური ურდოებისაგან განთავისუფლდა ტერიტორია რომელსაც იმხანად ანუ მე-13 საუკუნეში რუსეთი სულაც არ ერქვა სულაც არ ეწოდებოდა არც ეწოდებოდა კარგით და ახლა ვიკითხოთ მე თავად რატომ ვახსენებ ამ 1250 წელს რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რატომ და იმიტომ რომ გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჩაუშვა რა გაგვიმხილა ერთი ამბავი მან ტრამპთან შეხვედრისას თქვა ციტატის დასაწყისი ახლა ძალიან საინტერესოა შემდეგი რამ რომ რუტე ამბობს სტამბულის მოლაპარაკებებზე პუტინმა მომლაპარაკებლები კი არა ისტორიკოსები გამოგვიგზავნა და ისინი 1250 წლიდან არსებული ეგრეთ წოდებული დიდი რუსეთის თაობაზე გვიკითხავდნენ ლექციებს, გვესაუბრებოდნენ და საერთოდ არ აინტერესებდათ არანაირი სამშვიდობო შეთანხმებაო ამას ამბობს რუტე ტრამპთან საუბრისას. დიახ, სწორედ ეს უთხრა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პუტინზე ისედაც გვარიანად ასე უნდა ვთქვა გაბრაზებულ დონალდ ტრამპს. ხო, ეს უთხრა, თუ ეს ასეა და ცხადი არანაირი საფუძველი არ გვაქვს ეჭვის ჩეტანისა რუტეს სიტყვებში ისტორიკოსებო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გთხოვთ შემეხიდოთ და მითხრათ რა ჯანდაბაა ეს 1250 წელი რატომ 1250 წელი მაინც და მაინც და არა თქვა 1255 წელი ან იქნებ და ამასაც ვუშვებ იქნებ რუტემ გააშარჟა ცოტა ან გადააჭარბა ან შეცვალა ან 1250 ახსენა ისე აი სასხმათა შორისოთ ახსენა იმიტომ რომ ხაზი გაესვა რომ რუსები აბსურდებს ლაპარაკობენ წელიც ისე აი მოდი ასე ვიტყვი დააბრეხვა ხო ასე რომ ამბობთ ხოლმე ადამ კუკუს დროიდან ამბებიო ადამი კიდევ გასაგებია ხო მაგრამ კუკო ვინაა ხომ არ ვიცი და აი რუტებას თითქოს ასე თქვა შესაძლოა ასეა მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა სულაც არ არის ასე 1250 წელი ახსენეს რომ 1250 წლიდან გვიყვებიან რუსეთის ისტორიას 1250 წლიდანო თქვა რუტემ. კეთილი მოკლედ რუტემ პუტინი ტრამპთან ეხლა უნდა ეს სიტყვა ვიხმარო ჩაუშვა თუმცა ამ უკანასკნელს იმის გამო რომ თურმე რუსები 1250 წლიდან არსებულ ყალბ ისტორიაზე საუბრობენ არ გასცინებია რაც ბუნებრივი რეაქცია იქნებოდა და ამაზე არც ის უთქვამს მაგათ თავი ხომ არ აქვს რამეზე მირტყულიო კედელზე მირტყულიო არა ტრამპი ამ დონეზე არ აღშფოთებულა ისედაც აღშფოთებული მეთქი ასე ვიტყვი ტრამპი ისედაც გაბრაზებულია ზოგადად რუსეთზე და კონკრეტულად პუტინზე და რუტეს რაც არ უნდა ეთქვა ეს ტრამპის გაბრაზების ხარისხს მოდი ასე ჩამოვაყალიბებ მერწმუნეთ არ გაზრდი და ისედაც გაჯავრებულია ტრამპი რაც შეეხება გაბრაზებას მინდა გითხრათ რომ გაბრაზებული ტრამპი გაბრაზებულ ასე მაგალითად ბაიდენს საერთოდ არ გავს 47 პრეზიდენტი არ გავს 46 პრეზიდენტს მრისხანეც არა 47 პრეზიდენტი ასე ვერ ვიტყვი მაგრამ ვიტყვი რომ ის არის მკაფიო და ჩანს დადგა სწორედ სიცხადის მეტი მკაფიოობის უცნაური სიტყვაა ხო დრო და ახლა აი რა უნდა გითხრათ მკაფიოობის დრო დადგა და მე გიამბობთ რა იგულისხმება ამ სიტყვაში ოღონდ თქვენ ისევ ისევ მოусვავ წყალს მათ შორის იმიტომ რომ ყელი არ გამიშლეს კიდევ ერთხელ გაგვიმარჯოს და ამ კონტექსტში ერთ უსაინტერესო ეს ისტორიას გიამბობთ რომელსაც ქვია ქალის როლი ესე დავარქვი ქალის როლი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში და ქალ პოლიტიკოსებს კი არ გულისხმობ ურსულას სხვებს კაია კალას ხო იტალიის პრემიერ მელონის და ასე შემდეგ სხვებს გულისხმობ სხვებს უფრო საუბრობ აი კონკრეტულად ადამიანზე მელანია ტრამპზე ტრამპის მეუღლეზე რომელსაც ტრამპისთვის თურმე უთქვამს და ამას გვიამბობს თავად დონალდი რომ შენ კი კმაყოფილი ხარო ძვირფასო დონალდ პუტინთან საუბრით ძვირფასო დონიო მაგრამ მან პუტინმა მორიგი უკრაინული
ქალაქი დაბომბა შენთან სატელეფონო საუბრის მორიგი სატელეფონო საუბრის შემდეგ. დიახ, ტრამპი სწორედ ამ ისტორიას ყვება, ზუსტი ციტატა ასეთია, ახლა აღვიდგენ. დავბრუნდი სახლში ვამბობს ტრამპი და პირველ ლედის ვუთხარი, იცი ძვირფასო. დღეს ვლადიმირს ვესაუბრე, ანუ პუტინს და შესანიშნავი საუბარი გამოგვივიდა გქონდა. ტრამპის თქმით ზუსტად ამ დროს მელანია მილემ შეაწყვეტინა, მიუტრიალდა და კითხა მართლა? და იცი თუ არა ძვირფასო დონი, რომ რუსები რომელიღაც უკრაინულ ქალაქს ისევ ბომბავენ. როგორ გრძელდება პირმშვენიერი, ესე უნდა დავარქვა, მელანიას, ტრამპის და მისი მეუღლის კომუნიკაცია ამის შემდეგ, ამას დონალდი აღარ გვიმხელს, თუმცა ხო, რა გითხრათ? მესამედ მოვსვამ, ხო, თქვენის ნებართვით წყალს, იმ დრო ყელი გამიშთა და აქ მესამედ მოვსვამ. მესამედ, ჩიქიდან წყალს მოვსვამ, ტრამპის გაუბარჯოს, შეერთებულ შტატებს გაუბარჯოს, საქართველოს გაუბარჯოს, ტრამპის მოვსვა ჯერ ტრამპის შეხვედრა არის საინტერესო ნატოს გენერალურ მდივან რუტესთან და შეხვედრის დეტალებზე კი არა, შეხვედრის შედეგებზე უნდა გადავერთვები, მაშასე სწორედ გუშინ თქვა მელანიასთან დაკავშირებული რუტესთან შეხვედრის დროს ტრამპმა ის გაიხსენა მელანიასთან დაკავშირებული ამბავი, ისტორია და სწორედ გუშინ გადაწყდა, რომ ამერიკა იარაღს ამასთან არა მხოლოდ თავდაცვით, არამედ მიაქციეთ ყურადღება თავდასხმით იარაღსაც მიხილის ნატოს და ნატო ამაზე თანახმაა. ოღონდ მიხილის დათქმით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღი გადაეცემა უკრაინას. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ამის შემდეგ და ახლა ჩემ მოსაზრებას გაგიზიარებთ, მოგახსენებთ მე მოგახსენებთ თემაზე რა მელანიას რეპლიკების შემდეგ რამ შეცვალა დონალდ ტრამპი სწორედ ამ ბოლო პერიოდში და მე გეტყვით რომ რამ შეცვალა და აი მაგალითად სრულ სურათში გარკვევამ შეცვალა არგუმენტებმა რომლებიც მან მოისმინა ასე მაგალითად მაკრონისაგან, სტარმერისაგან, მერცისაგან, ზელენსკისაგან, თავისივე სახელმწიფო მდივან რუბიოსაგან, კელოგისაგან, რომელიც გააქტიურებულია ბოლო ხანებია, ლინდსი გრემისაგან და სხვებისაგან ბევრი მრჩეველი ყავს, მაგრამ თავარი რამაც შეცვალა და საბოლოოდ გამოაფხიზლა მეთქი დონალდ ტრამპი არის აღმოჩენა, რომ პუტინი მართლა ატყუებს. პუტინი არის რუსკაია სვინია, ანუ რუსი ღორი. ანუ მუცელ ამოუყორავი პირი, რომელსაც სთავაზობ 10, 20, 30 კომპრომისულ წინადადებას და სთავაზობდა ამ ხნის განმავლობაში აპრილის 26-მდე მერქი ტრამპის სხვადასხვა საშუალებით უამრავ წინადადებას ყირიმსაც უთმობდა და კიდე სხვა ტერიტორიებსაც, მაგრამ პუტინი ამ ყველაფერზე თანახმა თითქოს იყო, მაგრამ აი სანაცვლოდ რო სთხოვდა ტრამპის სულ რაღაც 30 დღის ცეცხლის შეწყვეტას, აი ამას კი პუტინი უკვე აღარ აკეთებდა და თურმე აღმოჩნდა რომ 1250 წელზე ლაპარაკობდნენ მისი წარმომადგენლები ან ეგრეთ წოდებულ პირველначальные причины კონფლიქტაზე. და სწორედ ამის გასიგრძეგანება მარქრევინა ტრამპს, რომ პუტინი ატყუებდა თურმე მასაც და პუტინი უფრო ატყუებდა ობამას და ბუშს, ხოლო მას ვეღარ მოატყუებს. რადგან ის მიხვდა, რომ პუტინთან საუბარს აზრი აღარ აქვს, შესაბამისად ტრამპმა პოლიტიკა შეცვალა. მოვსვათ კიდევ ერთხელ წყალი, ერთი ყლუპი თქვენის ნებართვით და განვაგრძოთ. ორი ყლუპი გამოვიდა. 3. განვაგრძოთ ასე, დღეს ტრამპმა ჩემი აზრით სრულიად გენიალური პოლიტიკის, რეალური პოლიტიკის გატარებას დაუდო სათავე რუსეთთან მიმართებაში, მერქი ასე ვიტყვი. კერძოდ ამ პოლიტიკას ჩემი აზრით ჰქვია რუსეთის ჩამოშლის პოლიტიკა თუ პუტინი აზრზე ვერ მოვა, აი ამ დათქმით და ამთავითვე გეტყვით, რომ პუტინი აზრზე ვერ მოვა ჩემი აზრით და თავისი უაზრო იმპერიალისტური ამბიციების გამო მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ პოლიტიკის წარმატებით გაგრძელებას, ტრამპის ამ პოლიტიკის გაგრძელება დასრულებას. ახლა რაც შეეხება თავად პოლიტიკას, ორი სიტყვა კი ვთქვი, მაგრამ კიდევ ბევრი სიტყვა უნდა ვთქვა. მისი სლოგანია ჩემი აზრით
პუტინმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას ვერ დაიპყრობს ვერასოდეს. ეს არის სლოგანი. ჩამოყალიბებული ტრამპის მიერ. ცხადიან ტრამპმა შესანიშნავად და ყველაზე უკეთ იცის, რომ პუტინი ბაშკაში ასე უნდა გითხრათ, ეს სლოგანი და ეს მიდგომა კონცეფცია არ შევა და ვერ შევა. ანუ პუტინი ამას ვერ გაიგებს. ტრამპმა ეს იცის, მაგრამ ეს სიტყვა პუტინმა უნდა გაიგოს ეს ტრამპს სჭირდება მრავალი მიზეზის გამო. მას სჭირდება დატოვება მომავლისათვის მესიჯისა, მე პუტინს ვაფრთხილებდი. მე პუტინს ვთავაზობდი გამოსავალს, მაგრამ მან ის ყველაფერი ვერ შეირგო და რაღაცი ვერ შეირგო, ამიტომაც და რა მოხდება ამიტომაც. რადა ტრამპი ამბობს, რომ მან უკვე მოიმხრო ევროპის სახელმწიფოები და ისე რომ ამერიკა არათუ არაფერს დაკარგავს, არამედ პირიქით სარგებელსაც ნახავს, ანუ ამერიკა რატო ნახავს სარგებელს ამაზე ვიტყვი 2 წუთში, ამ ევროპას ამერიკა მიხიდის იარაღს, რომელიც ევროპამ უკრაინას უნდა გადასცეს აპრიორი. ეს ვთქვი, მაგრამ ვიმეორებ იმიტომ, რომ კარგად გავიგოთ ეს. ვიმეორებ იმასაც, რომ საუბარია როგორც თავდაცვით, ისე თავდასხმით იარაღზე. პუტინით იმედგაცრუებული ტრამპი აღნიშნავს, რომ ნატოს ბევრი ქვეყნის ლიდერი ძალიან ენთუზიაზმითაა განწყობილი და მზად არიან ისინი ძალიან შორსაც კი წავიდნენ. კარგად გესმით, რას ნიშნავს შორს წასვლა? რას ნიშნავს შორს წასვლა და იმას, რომ ახლა უნდა ვახსენო, ბორის პისტორიუსი არის ესეთი კაცი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ გერმანელი ჯარისკაცები მზად იქნებიან რუსი ჯარისკაცების ზმნას მიაქციეთ ყურადღება მოსაკლავად, დასახოცად, თუ რუსეთი ნატოს რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს ამას, აკი გითხარით. ახლა კი ჩემი აზრი, ისევ და ისევ, პირადად მე ეს და მსგავსი გზავნილები ევროპელთა მხრიდან მიდასტურებს, რომ ტრამპმა და სწორედაც რომ ტრამპმა მიაღწია მთავარ საწადელს ევროპას გაასიგრძეგანებინა ეგზისტენციური საფრთხეები, რომელთა წინაშეც ევროპაა და ეს რომ ასეა, ამას მიდასტურებს ტრამპის ერთი რეპლიკა. თქვენ მეკითხებით, ამას ამბობს რუტესთან საუბრისას, მე რამდენად შორს წავალ, მე ასე გიპასუხებთ, სწორედ ისინი, ანუ ევროპა მზად რუსეთზე ზეწოლისათვის და ეს პუტინისთვის წესით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან მისი ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. და იქვე ამატებს ტრამპი. მან ეს, ანუ ცუდი ეკონომიკა უნდა გამოასწოროს, პუტინმა ეს ცუდი ეკონომიკა უნდა გამოასწოროს. მას შეუძლია ქვეყანა რუსეთის გადარჩენაო. ახლა რომელიმე თქვენგანი შეძახებს, ვახო, ხო? რა დროს ეკონომიკაო, ბევრი თქვენგანი იტყვის. სწორიც არის, რა დროს რუსეთის ეკონომიკაზე ზრუნვა, რუსეთის ეკონომიკაზე დარდი, სტროა ახლა, მაგრამ ნუ იჩქარებთ მაინც და მაინც და ნუ იჩქარებთ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი წინააღმდეგები უნდა წავიკითხოთ ასე. ყურადღებით მოვისმინეთ. პუტინს ხომ უნდოდეს წესით, ხომ უნდოდეს რუსეთის ეკონომიკის გამოსწორება. დიახ, წესით უნდა სურდეს, უნდოდეს, მაგრამ რაღაცა არ უნდა და ტრამპი ამგვარი მოთამაშეა. რაღაცა არ უნდა მე ვიწყებ მოქმედებას. კიდევ ერთხელ შევსვათ წყალი, ხო? და ვთქვათ ასეთი რამ. პუტინს არ უნდა არა, სხვაგანად ვთქვათ, პუტინს რუსეთიც და მისი ეკონომიკაც რეალურად ფეხებზე კიდია და რუსეთის ლიდერი შეუწყობს უნებურად ის რომ თავად ვერ საცნობიერებს ტრამპს და მთლიან დასავლეთს ხელს რუსეთის დანგრევაში. ტრამპის სიტყვები გავიხსენოთ კიდევ ერთი ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკამ შეიძლება ის გაანადგუროს, ანუ ცუდმა ეკონომიკამ. ბევრი ქვეყანა სწორედ ეკონომიკამ გაანადგურაო. მე გეკითხებით გახსოვთ თუ არა რა ვთქვი ამ ბლოგის დასაწყისში და რა ვთქვი რომ რუსეთი ინგრევა. რუსეთი შეიძლება დაინგრეს მეთქი. დაინგრევა მეთქი. ასეთი თამამი პროგნოზიც მქონდა. და ახლა ალბათ მაინც ბოლო პასაჟები უკრაინა მიიღებს ძალიან დიდი რაოდენობის შეიარაღებას. ჰაერ საწინააღმდეგო
თავდაცვის სისტემებს, ასევე რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს. რუტეს თქმით, უკრაინელები უფრო ძლიერები გახდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ამბობს ამას. და კიდევ ერთი დეტალი, მას შემდეგ, რაც ტრამპისა და რუტეს შეხვედრა დასრულდა, ანუ წარმოიდგინეთ, დასრულდა შეხვედრა ვაშინგტონში, საგანგებო განცხადება გააკეთა კიევში ჩასულმა 80 წლის კაცმა, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, 80 წლის გენერალმა კელოგმა, რომელმაც თქვა, მან თქვა ამგვარი სიტყვები. ყურადღებით მოვისმინეთ. დღეს კიევში ვიმყოფები პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, რათა განვიხილო ტრამპის ისტორიული შეთანხმება ნატოსთან, იცით უკვე გიამბეთ ამის თაობაზე, რომ მიყიდის ნატოს შეერთებული შტატები იარაღს უკრაინისათვის, რომელიც დააჩქარებს უკრაინისათვის საუკეთესო ამერიკული შეიარაღების მიწოდებას ამბობს კელოგიც. მისივე თქმით, შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა სრულიად დაფინანსებულია მოკავშირეების მიერ, რაც დააჩქარებს მიწოდებას, იმიტომ რომ მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწრაფად ჭავა, გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, გააერთიანებს ნატოს და ხაზს გაუსვამს, რომ უკაცრავად ძალის გზით მშვიდობის მიღწევა არის ტრამპის მთავარი ან ძირეული პრინციპი. ახლა კი კიდევ ერთხელ და ხაზგასმით, ბოლო პასაჟებია ალბათ მაინც, დავაკონკრეტოთ რაზეა საუბარი. ამერიკა და ნატო ხაზგასმით, რომლის წევრიც და ლიდერიც ცხადი არის შეერთებული შტატები, შეთანხმდნენ, რომ ამერიკა ალიანს მესამედ ვიმეორებ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, იარაღს მიყიდის. და საუბარი აღარაა მხოლოდ თავდაცვით სისტემაზე და იარაღზე. მარტო თავდაცვაზე არ არის. ამ კონტექსტში რასაკვირველია მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ნატოს მიყიდის 17 პატრიოტის საჰაერო თავდაცვის კომპლექს სრული კომპლექტაციით, საიდანაც 17-ვე ან დიდი ნაწილი გადაეცემა უკრაინას და ეს არის ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება. ვიმეორებ, პატრიოტის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტო სისტემები, რაკეტები უკრაინაში ნატოს ხაზით გაიგზავნება სრული კომპლექტაციით, უკრაინას სჭირდება 12 სრული კომპლექტაციით ბატარეების შემადგენლობით სრული კომპლექტაციით 12 პატრიოტის სისტემა. ეს და არადა 17 შეიძლება 17 ჩავიდეს. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი. უკრაინისათვის დაგეგმილი იარაღის მომავალი პარტია მხოლოდ პატრიოტის სარაკეტო სისტემებით არ შემოიფარგლება, იქ ლაპარაკია ატაკამსებზე და კიდე სხვა იარაღზე. იგი უფრო ფართო მასშტაბიანი იქნება და თავდასხმით იარაღსაც მათ შორის სროლელ თავდასხმით იარაღსაც მოიცავს. და ახლა კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, შეცვლის თუ არა ეს პუტინის პოლიტიკას? გეკითხებით. ცხადია არა, არ შეცვლის და ბოლოს კი არა, მოკლედ უნდა გითხრათ ერთი რამე, ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო იწყებენ უკრაინისათვის ახალი ერთობლივი მასირებული სამხედრო დახმარების მთელი სქემის, ანუ არა მარტო ამ ამბის, არამედ სქემის განხორციელებას პირველი იქნება 10 მილიარდიანი პაკეტი. ხოლო სრული სიმძლავრით ეს ყველაფერი, ეს არის ბოლო წინადადებები, ეს ყველაფერი სრული სიმძლავრით ამოიქოქება მალე. ახლა მე გეკითხებით, ასე ხართ თუ არა თქვენ ზარქუა, ირაკლი ზარქუას ტვინისა. ბოლო წინადადებას ვამბობ. აი ესეთი დიდი ვიდეო, ვრცელი ვიდეო ბლოგი ასე სრულდება. ხართ თუ არა თქვენ ზარქუას ტვინი გაქვთ თუ არა? ზარქუა რატომ უნდა ვახსენო ხო ახლა? ირაკლი ზარქუა. რატომ და იმიტომ რომ მას ირაკლი ზარქუას თურმე უთქვამს ჩაფლავდა ამერიკაო. როგორც დემოკრატიის შუქურაო. არა, ამერიკა არ ჩაფლავდა. ამერიკა უძლიერესი სახელმწიფოა. ზარქუას ტვინი ვისაც გაქვთ, ენდეთ სწორედ ირაკლი ზარქუას. ნახვამდის.